მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროსარზე. დღეს გვექნება გაშლა, მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს. განვიხილავთ თუ რა მოვლენა არის ეს, რას შეეხება, ჯამში დადებითი იქნება თუ არა, რას მოიტანს და ამ ყველაფერს. ასე რომ, პრინციპში დავიწყოთ. დას გადავდება აქეთ, ხო? გვექნება სამი პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. აირჩიეთ დასტა, რომელიც გიზიდავთ, გიგრძნობთ, რომ გინდათ რომ ამ დასტასთან იმუშაოთ და ნახოთ, ხო, ეს დასტა როგორი არის. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და ასევე რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საჯარო ზოგადი გაშლა, თუმცა მაინც შეგვიძლია რაღაც მინიშნებები და ინფორმაციები გავიგოთ და გამოვიყენოთ ჩვენთვის სასიკეთოდ ამ გაშლიდან. ასე რომ, ხო, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, დააპაუზოს ვიდეო და შემდეგ შემოგვერთეს, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და ისე გააკეთეთ არჩევანი. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით. ასე გავზიოთ, დავიწყოთ პირველი პოზიციით. ნახოთ, რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში, ხო? აი ამ ახლო მომავალში, ამ უახლოეს დღეებში. რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში და ეს მოვლენა შეცვლის ყველაფერს, ხო? რა მოვლენა ისეთი მოხდება, დიდი ალბათ ვთქვით, რა მოვლენა ახლო დღეებში მოხდება პირველ პოზიციის ცხოვრებაში, რაც შეცვლის ყველაფერს, ხო? თვითონ მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს, გვაჩვენეთ თვითონ მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს. თვითონ მოვლენა, რას ეხება ეს მოვლენა? რას მოგიტანთ ეს მოვლენა, ხო? რას ეხება, რას მოგიტანთ? რას შეცვლის თქვენ ცხოვრებაში ეს მოვლენა? და ჯამში ეს მოვლენა იქნება დადებითი თუ ისე რა, ხო? ასე გავაკეთებ, რომ გამოჩნდეს. ესე იგი, თვითონ მოვლენა, რას ეხება ეს მოვლენა? რას მოგიტანთ, რას შეცვლის და ჯამში დადებითია ეს მოვლენა თქვენთვის თუ არა, ესე იგი ნახოთ. თავარი მოვლენა ამ დღეების განმავლობაში, რაც შეცვლის ყველაფერს, თვითონ ეს მოვლენა. ცხრიანი ხმლები. საინტერესოა. კარგი, ნახოთ ცხრიანი ხმლების მიხედვით. ეს მოვლენა არის რა? ასეთი მოვლენა თუ ისეთი მოვლენა, რომელიც აქედან გამოდის. ესეთი მოვლენა. აქ არის ესეთი მოვლენა, რაც მე ვიტყოდი, ბევრ ფიქრს გამოიწვევს. მოვლენა, რომელიც თქვენი ფიქრები კიდევ უფრო მეტად მოიმატებს, ასე რომ ვთქვათ. ბევრი ფიქრი, ბევრი overthinking-ი. კარგი, უფრო ვრცლად. მაჩვენეთ თვითონ ეს მოვლენა. აქ არის რაღაც ისეთი მოვლენა, რაც იქნება ტრანსფორმაციული და არც ისე მარტივი პირველი პოზიციისთვის. აქ პირველ პოზიციას, აქ რაღაცას უკავშირდება ფიქრებს, ხო, რაღაც ისეთი ხდება აქ პირველი პოზიციის ცხოვრებაში, რაც იწვევს ბევრ ფიქრს, ხო? არ მინდა აქ მე რაღაც დაგაპროგრამოთ რაღაც ნეგატიურს, რა თქმა უნდა და არც გაპროგრამებთ. უბრალოდ აქ არის რაღაც ისეთი მოვლენა, დიდი ამის ალბათობა, რომ იყოს რაღაც ისეთი, რაც დაგაფიქრებთ, ხო? ბევრ რაღაცაზე ჩაფიქრდებით, მოიტანს დაკიდებულ გაურკვეველ სიტუაციას ეს მოვლენა და შესაბამისად ლოგიკურ ემოციებსაც, ხო? რაღაც სევდა, გულჩათხრობილობა, გაურკვევლობა და ბევრი ფიქრი. ესე იგი, ეს მოვლენა, კაი, ჯამში ეს ისეთი
ხო, რთულია ეს მოვლენა, იმიტომ რომ ძიმე არის. ძიმე ექნება თვითონ პირველი პოზიციისთვის ეს მოვლენა და მოიტანს ძალიან ბევრ საფიქრალს, მღელვარებას პირველი პოზიციისთვის. ეს მოვლენა მოიტანს მღელვარებას პირველი პოზიციისთვის, ხო? ნუ კარგი, მე არ გავუსწრებ აქ მოვლენებს და ნელ-ნელა მივყვეთ, რას ეხება ეს მოვლენა. რას ეხება? ეს ეხება რაღაც ისეთ გამოუვალ სიტუაციას, ხო? ეს ეხება რაღაც ისეთ გამოუვალ სიტუაციას, რაც თუ ეს თვითონ პირველ პოზიციის შიშებს მე ვიტყოდი, ეს არის მოვლენა, რაც ეხება სიტუაციას, რასთან დაკავშირებითაც თქვენ გქონდათ შიშები, რაზეც ღელავდით, რაც იყო გაურკვეველი. მაგრამ ეს ისეთი მოვლენაა, თითქოს აი რისით თქვენ გეშინოდათ, ხო? რაც გაღელვებდათ და აი არ გასვენებდათ და შინაგანად სულ გქონდათ ამ მოვლენის რაღაცა შიში. აი ასეთი მოვლენაა ეს, ხო? არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა იყოს ნეგატიური. უბრალოდ პროცესი ამ მოვლენის და თვითონ ეს მოვლენა იქნება ისეთი, ასე რომ ვთქვათ, არც ისე ლაღი, ხო? არც ისე ლაღი იქნება ეს მოვლენა, რადგანაც ეს მოვლენა ზემოთ ამოიტანს პირველი პოზიციის შიშებს. პირველ პოზიციას ეგონება თავი მსხვერპლი, შიშები, პესიმიზმი, მელანქოლია. აი, ისეთი მოვლენაა, ეს ყველაფერი ამოდის ზემოთ, ხო? ალბათ საჭირო არის, ხო, რაღაც დონეზე საჭირო არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, რომ რაღაც ასეთი მოვლენები მოხდეს, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ იმ ჩვენი შიშებიდან, რაც გვაქვს, ხო? კარგი. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ, ნახოთ, ესე იგი, რას ეხება, რას მოუტანს ეს მოვლენა პირველ პოზიციას. Chariot. მე მგონი მთვარისგან როგორც იქნა გამოხვალთ, ხო, მთვარის პოზიციიდან. კარგი, კიდევ უფრო ვიკითხოთ, უფრო ვცვლად. რას მოუტანს ეს მნიშვნელოვანი ცვლილება? გეგმებს, რას მოგიტანთ და გეგმებს, გადაწყვეტილებას. აი, ეს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მართლა შეცვლის ძალიან თქვენ ცხოვრებას. ანუ ამ მოვლენამდე ცხოვრება იყო სხვანაირი და ამ მოვლენის მერე მართლაც ყველაფერი იცვლება აქ. ასე რომ, რას მოიტანს ეს მოვლენა პირველ პოზიციის ცხოვრებაში, მოიტანს შეცვლას და საერთოდ ახალ გასასვლელს, ახალ გეგმებს, ახალ იდეებს, ახალ ცვლილებებს, ახალ შანსებს და აი ამ ყველაფერს საერთოდ ტოტალურ ცვლილებებს მოიტანს ეს მოვლენა, აი ძალიან გლობალური ცვლილებები იქნება თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ ეს პროცესი იქნება არც ისე მარტივი, იმიტომ რომ პროცესის განმავლობაში პირველ პოზიციას მოუწევს ბრძოლა. ვიღაცას მოუწევს ან ფიზიკურად, მაგალითად ვიღაცასთან შეკამათება და დამტკიცება თავისი აზრების, ვიღაცას კიდე მოუწევს საკუთარ შფოთვებთან, შიშებთან, ნეგატიურ, პესიმისტურ განწყობებთან ბრძოლა, ხო? ანუ ეს არ იქნება მარტივი. ესე ამის თქმა მინდა, ეს არ იქნება მარტივი ტრანსფორმაციული მოვლენა, რომელიც პირველ მომენტში შესაძლოა ჩააგდეს პირველი პოზიცია რაღაც საგონებელში. რა არის ეს? რა ხდება? რატო ხდება ეს და წავიდა ისე ნეგატიური პესიმისტური აზრები, ხო? პირველ ეტაპზე შესაძლოა წამოვიდეს აი ეს ყველაფერი, მაგრამ მერე ეს აუცილებლად თუ ასე რომ ვთქვათ, დადებითად მიუდგებით ამ სიტუაციას და ბრძნულად გამოიყენებთ მოვლენებს, რა თქმა უნდა, შემდგომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დაგეხმარებათ იმაში, რომ დააღწიოთ თავი ამ თქვენ შიშებს, გაურკვეველ სიტუაციებს, ხო? აი, ყველაფერი რაც შედის ამაში, ვიღაცასთან შესაძლოა ეს იყოს რაღაც ისეთი ურთიერთობა, ვიღაცასთან კარიერა, ვიღაცასთან ფინანსები, ვიღაცასთან ჯანმრთელობა, ხო? ეს უკვე თქვენ თვითონ აირჩიეთ, რომელი უფრო ამ ყველაფერთან აქტუალურია თქვენთვის, მაგრამ აქ ზუსტად ეს მოვლენა მოიტანს გამოსვლას, ქმედებას, იდეებს, ახალ შესაძლებლობებს, კი ბატონო, ბევრ ამბიციას, ახალ შესაძლებლობებს, განვითარებას, ინიციატივას. უბრალოდ თვითონ პროცესი არ იქნება მარტივი. აი, ეს არის აქ იგრძნობა, კომფორტული ზონიდან გამოსვლა, უცაბედობა და ეს ყველაფერი ხო, არც ისე მარტივი იქნება. კარგი. რას შეცვლის ეს მოვლენა პირველ პოზიციის ცხოვრებაში? შეყვარებულები. აქ რას შეცვლის და ხო, აქ იქნება არჩევანი. აქ შეცვლის ან ვიღაცასთან ურთიერთობას და ურთიერთობებს შეცვლის, ან საერთოდ შეცვლის იმას, რომ თქვენ გააკეთებთ საერთოდ სხვა არჩევანს, ან სხვა რაღაც საფეხურზე გადავა თქვენი ცხოვრება. კიდევ რას შეცვლის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა პირველ პოზიციის ცხოვრებაში?
ვაუ, რაღაცას დაასრულებთ. აქ შესაძლოა მამაკაციც იყოს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სასიყვარულო კარტები ამოდის და მამაკაცის არკანიც ამოვიდა. ეს სასიყვარულო სფეროს ეხება. კი, აქ ეხება რაღაც ისეც, რამაც გაგიცრუათ იმედები. აქ შესაძლოა იყოს ის, რომ, რადგან საჯარო გაშლა, ვიღაცასთან, ვიღაცამ დაასრულოს რაღაც ურთიერთობა. ხო, დააღწიოს თავი რაღაც ისეთ ურთიერთობას, რამაც უკვე თავისი მოჭამა. ხო, ან კონკრეტულად ისეთი ტიპაჟი პიროვნებები აღარ აირჩიოს მის სასიყვარულო ურთიერთობებში, ან ზოგადად ურთიერთობებში, ვინც არის ტოქსიკური, ვისთანაც, არც ისე სტაბილური სიტუაციებია. მაგრამ თავარი არის ის, რომ რაღაცა ან ვიღაცა სრულდება თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცისთვის ეს იქნება ვიღაცაებთან და ვიღაცასთან, რაც თავარია ურთიერთობის დასრულება და გამოსვლა და ვიღაცასთან რაღაც საფეხურის დასრულება მის ცხოვრებაში. ახალი საფეხური, რაც დასაწყისში ვთქვი, ხო? აი ამას შეცვლის რაღაც ახალი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. საერთოდ სხვა რაღაცა და აქ შეიძლება ზუსტად ის, რომ თქვენ აკეთებთ აქ ამ არჩევანს. თქვენ ირჩევთ ისეთ რაღაცას, რაც აქამდე ან ვერ ირჩევდით, ან არ ირჩევდით, ხო? ან არ იყო არჩევანი. კარგი, ესე იგი ჩვენ რას შეცვლის? კიდევ რას შეცვლის? ეს მნიშვნელოვანი. მოვლენა კიდევ რას იგივე კარტი ამოვიდა რა. რას შეცვლის და თუ იყოს შინაგანი კონფლიქტები, ან კონფლიქტები ვინმესთან, ან შინაგანი და გარეგანი კონფლიქტებიც, აი როგორც იქნა ამ ყველაფერს პირველი პოზიცია აგვარებს. თუმცა რთულად მიდის მოგვარების პროცესში, ხო? ანუ აქ რაღაც ძალიან კრიზისული სიტუაციებია პირველ პოზიციაში. ანუ მართლა არ არის ეს მარტივი, საკმაო ესეთი მძიმე კრიზისული ეპიზოდები შესაძლოა იყოს აქ, მოსალოდნელია ეს ყველაფერი, თუმცა პირველი პოზიცია შეძლებს, რომ ამ ყველაფერს გამკლავდეს, უბრალოდ დაჭირდება დრო, მოთმინება, წონასწორობის შენარჩუნება, შინაგანი წონასწორობა, შინაგანი ბალანსი და რწმენა იმისი, რომ აუცილებლად ხვალ ამ კრიზისულ მომენტებიდან, ხო? აი, მაგრამ როგორც ასე ვთქვი, თუ რაღაც ბრძნულად მიუდგებით ამ ყველაფერს, აუცილებლად დადებითად გამოიყენებთ, ხო? აქ არის იმის შანსი, რომ ეს რაღაც კრიზისული მომენტები აქციოთ თქვენთვის სასიკეთოდ. კარგი, ჯამში ეს მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს, იქნება დადებითი თუ ისე რა. დადებითიც არის აქ, მაგრამ აქ არის ის მომენტიც, რომ ისე რაც, ხო? ისე რაც არის აქ. პრინციპში აქ ჩვენ ნახეთ, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციებია, ხო? დადებითი რაშია ეს მოვლენა, ხო? დადებითი რაში იქნება ეს მოვლენა? დედოფალი. დადებით იქნება იმაში, რომ თქვენ იგრძნობთ თავს ძლიერ ქალად, ან ძლიერ პიროვნებად. იგრძნობთ, რომ აი მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს საუკეთესოს, ხო? შესაძლოა იგრძნოთ, რომ აი ვიღაცას უყვარხართ, ვიღაცა თქვენ გვერდით არის და თან ისე, რომ აი თქვენ მისთვის ხართ ერთადერთი. აქ თვით შეფასების აწევაც, საკუთარ თავის მიღება, შეყვარება, იმიჯის შეცვლა, ან იმიჯზე გადართვა, შინაგან სამყაროს მოწესრიგება, მიღება იმ ყველა ასპექტის, რასაც აქამდე ვერ ვუმკლავდებოდით, ანუ დიდი შანსები, რომ იგრძნოთ თავი ასევე ფინანსურად რაღაცეების გადალახვა, ფინანსური, მატერიალური გაძლიერებებიც აქ პლუსში გადის. პლუსი ეს არის ამ მოვლენის. კარგი, მინუსი რა არის ამ მოვლენის? მინუსი რა არის? არასტაბილური ემოციური ფონი. აქ არასტაბილური, ხო? არასტაბილური ემოციური ფონი, турბულენცია იქნება აქ. ასე რომ თქვა ჟარგონულად მოშნი турბულენცია იქნება, მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, პერიოდიც ისეთია, ხო, ასტროლოგიის კუთხით. იწყება კარიდორები, დაბნელებების, რეტროგრადულობებიც არის, ასე რომ ბუნებრივია და ლოგიკური, რომ გვაქვს ჩავარდნები და ცოტა турბულენცია, ხო? სავსებით ნორმალურია, ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ პირველი პოზიცია გამოვიდეს თავის შიშებიდან, რაც იყო აი აქ. რომ გამოვიდეს და თავი დააღწიოს მის შიშებს და განთავისუფლდეს ამ ყველაფრიდან. კარგი, მე ახლა მინდა ვიკითხო აქ რჩევა პირველი პოზიციისთვის, ხო? აი ეს მოვლენა, რომელიც შეცვლის ბევრ რამეს მის ცხოვრებაში, როგორ მოიქცეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით პირველი პოზიცია, ისე რომ მაქსიმალურად სასიკეთოდ გამოიყენოს ეს პროცესები. If
you get nervous, focus on service. Put your entire intention on answering the question, how can I make the world a better place? And the law of attraction will automatically take care of your needs. ესე იგი, ამ კარტში არის საუბარი ის, რომ თუ ანერვილდები, ფოკუსი გადაიტანე მომსახურებაზე, ხო? ფოკუსი გადაიტანე ქმედებაზე, ну ვიღაცის დახმარებაზე ამ შემთხვევაში. ჩადე შენი აი როგორ თქვა, რა ქვია, intentions ქართულად. ну სურვილი ხო, აი რაც გინდა მაგალითად. რისი სურვილიც გაქვს, აი დავსვი შენს თავს კითხვა, როგორ შეგიძლია რომ ეს სამყარო აქცია უფრო უკეთეს ადგილად, ხო? და როდესაც აი შენი მოთხოვნა, შენი შინაგანი აი როგორ თქვა, შენ შინაგანად გექნება იმის განწყობა, რომ იმისთვის გინდა ეს ამ ყველაფრის გაკეთება, რომ სამყაროში რაღაც დადებითი შეიტანო და ეს სამყარო უკეთესად აქციო, ხო? ეს სუფთა გულიდან რომ წამოვა და ამის ფლუიდებს გაუშვებ სამყაროში, ხო, ასე რომ ვთქვათ, ეს ავტომატურად მოიზიდავს შენს ცხოვრებაში სიყვარულს, ყურადღებას, სითბოს და მსგავს რაღაცეებს. ასე რომ აქ რჩევა პრაქტიკულ დონეზე, ხო, რომ გადავიტანოთ ეს ფილოსოფიური რჩევა, აქ არის ის, რომ სხვებს დაეხმარე, ხო? ამით დაეხმარები შენ თავს. და როდესაც აღელვდები ან ინერვიულებ, შეგიძლია სხვებსაც დაეხმარო, ვინც მსგავს სიტუაციაში არიან, ასევე რთულ პერიოდშია, ხო? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავს დრო არ დავუთმოთ და მარტო სხვებზე გადავერთოთ, ეს მეორე უკიდურესობაა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ გავუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს. ხო? ამით გავაუმჯობესებთ ჩვენს კარმასაც, გამოვისწორებთ კარმას, დადებით ფლუიდებს გავუშვებთ სამყაროში, სხვას დავეხმარებით და საკუთარ თავსაც ამით დავეხმარებით. ასე რომ რჩევა არის ეს, მეგობრებო, და თუ ასე ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, ეს სამყარო იქნება ბევრად უკეთესი ადგილი და არ გვექნება ასეთი მძიმე ვითარებები. არც ჩვენ, არც სხვა ადამიანებს. ასე რომ წარმატებ აქ პირველ პოზიციას, ვისაც გსურთ ჩემთან ინდივიდუალურ გაშლაზე ჩაწერა, გელოდებით, კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. თუ გაშლა მოგეწონათ, დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და ვისაც არ გამოგიწერია, ჯერ კიდევ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო მეტი საინტერესო გაშლა მოისმინოთ. წარმატებებს ვუსურვებ პირველ პოზიციას. მე მჯერა რომ თქვენ აუცილებლად ყველაფერი კარგად გამოგივათ, თავარია არ ვიღებოთ, ხო, შევინარჩუნოთ წონას სწორობა, რა დონემდე ცრთული არ უნდა იყოს ეს. გვახსოვდეთ, რომ ყველაფერი არის დროებითი. ცუდიც, კარგიც, წარმავალია ყველაფერი. არაფერი არ არის უსასრულო. ავიღოთ ახლა ჩვენ ეს კარტი. მივესალმები მეორე პოზიციას, ვინც ახლა შემოგვერთა. გავაკეთებთ ახლა ჩვენ გაშლას მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს და ვნახოთ რა მოვლენა იქნება და რას შეცვლის. და ვნახოთ რჩევებიც, ხო? დამხმარე დასტას ვამზადებ. ვნახოთ მოვლენა. ახლო მომავალში, რომელიც შეცვლის ყველაფერს მეორე პოზიციის ცხოვრებაში. მაჩვენეთ ეს მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს მეორე პოზიციის ცხოვრებაში ახლო მომავალში. თვითონ ეს მოვლენა, რას შეეხება ეს მოვლენა, რაზე იქნება, ასე რომ ვთქვათ, რას მოუტანს ეს მოვლენა მეორე პოზიციას, რას შეცვლის მეორე პოზიციის ცხოვრებაში და ჯამში ეს მოვლენა იქნება დადებითი მეორე პოზიციისთვის, თუ ისე რა. ათიანი თასები ამბავ, ვნახოთ თვითონ მოვლენა. ხუთიანი კვერთხები. საინტერესო, ბევრი რაღაც იქნება, ბევრი რაღაც. ეს ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციები და მნიშვნელოვანი მოვლენა თუ ბევრი რაღაც არის. მომრიცხავი. აქ არის ბევრი რაღაც, აქ არის ბევრი რაღაც. ბევრი რაღაც მოხდება. აქ არ არის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, აქ შესაძლოა რამოდენიმე იყოს, ხო? რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც რაღაც ერთმანეთში აერევა და ჯამში ბევრ რაღაცას შეცვლის. მაგრამ ვნახოთ თუ გვაჩვენებენ უფრო კონკრეტულად, ხო? მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს ამ ახლო მომავალში მეორე პოზიციის ცხოვრებაში მაჩვენეთ. პენტაკლების დედოფალი პრინციპში რაც დაჭდა.
ეს საკუთარი შინაგანი კონფლიქტებია თუ გარეგანი სიტუაცია სამყაროსთან. ეს არის მოვლენა, ეს არის თქვენ და სოციუმი, თქვენ და სამყარო. აი ეს მოვლენა არის აქ. და რა მოვლენაა აქ? სამართლიანობები, რაღაც სამართლიანობის გატანა, სამართლიანობის მტკიცება, ამის გამო, აი როგორ თქვა, ამის გამო შემდგომ დაგრუზვა. ანუ აქ საკუთარი აზრის, კი. აქ არის მოვლენა, რომ მოსალოდნელია ესეთი სიტუაციები, სადაც მეორე პოზიცია დააფიქსრებს თავის აზრთან ისე, რომ აი ეს ასია. ამას არ გაუვა წყალი, ხო? არ გაუვა ამას წყალი, ეს არის ასე და აი რომ მიდის გაცხარებული მტკიცება, რომ აი ეს ასია და სხვანაირად არ არის და აი ესაა სამართლიანობა და მხოლოდ თავის პოზიციიდან აფიქსირებს სამართლიანობას მეორე პოზიცია. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი მოვლენა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა? ვარსკვლავი. იმიტომ რომ ეხმარება მეორე პოზიციას რომ დაეხმაროს იმიტომ რომ ეს გეხმარებათ თქვენ იმაში, რომ რაღაც უფრო მეტად ცივი გონებით გადახედოთ სიტუაციას. ნაკლები სუბიექტურობა რო გქონდეთ და უფრო მეტი ობიექტურობა. აქ არის ეს სიტუაცია, სიტყვით, რაშიც არც ისე სამართლიანად, ხო, არის რაღაც სიტუაცია, რაშიც მეორე პოზიცია არის დარწმუნებული და სინამდვილეში შესაძლოა ეს თვათ ისე არ იყოს თქვენ როგორც გგონიათ და ამიტომ აქ შეიქმნება ისეთი სიტუაციები, რაც დაგტესტავთ და შემდგომ გაჩვენებთ იმას, რომ ბევრი რამე მთლად ისე არ არის, როგორც მეორე პოზიციას გონიაო, ხო? აი ასეთი მოვლენა არის აქ და ეს გამოიხატება ურთიერთობებში თქვენსა და სხვა ადამიანების შორის, თქვენსა და სამყაროს შორის. რას ეხება ეს? პრინციპში აქ ვნახოთ. ხუთიანი თასები. რას შეეხება ეს? ეს შეეხება ხუთი, ორივე ისეთი მძიმე კრიზისი, მძიმე რა, ისეთი ხუთიანი არის კრიზისის საკმაოდ ისეთი არც ისე მარტივი ფაზა, ხო? ჩვენს ცხოვრებაში ხუთიანები. დავში. ხუთიანი თასები, რას შეეხება ეს? ეს შეეხება რაღაც იმედებს, ხო, ეს შეეხება რაღაც იმ ისტორიებს, რაც მეორე პოზიციას გადახდა თავს. ცხრიანი კვერთხები იყო აქ. ეს შეეხება რაღაც გაკვეთილებს, რაც გავიარეთ, მაგრამ ჯერ არ გაგვეშვია, არ დაგვიტოვებია. მაინც ვათრევთ ჩვენში ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი მძიმეა ჩვენში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ხო? აქ არის კონკრეტულად რაღაც წარსული თუ უბრალოდ ის, რაც გასაშვებია, ხო? აქ არის სიტუაცია, რომ რაღაც არის გასაშვები აქ მეორე პოზიციისთვის, მაგრამ მეორე პოზიცია მაინც რაღაც იყურება ამ მიმართულებით, ბოლომდე გაშვებული არ არის, საკუთარ თავს ეუბნება, რომ მოგვარებულია გაშვებულია, მაგრამ რეალურად არ არის, ხო? შესაძლოა, აქ ასევე ის მომენტიც იყოს, რომ სამყარომ რაღაც დაანახოს მეორე პოზიციას, იმიტომ რომ მეორე პოზიცია ან არ უყურებს ამას, არ აღიარებს, ან ვერ უყურებს რაღაცეებს, ხო? ხდება ხოლმე ასე, რომ გგონია ერთი, მაგრამ რეალურად სხვანაირად არის სიტუაცია. გგონია, რომ ვიღაცა გავუშვით, რაღაცა დავასრულეთ, დავხურეთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, ხო? აი რაღაც ასეთი სიტუაციაც არის აქ. რაღაცა ისეც ეხება ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უკავშირდება მოდის თქვენთან წარსულიდან, ან წარსული ისტორიებიდან, ან წარსული ურთიერთობებიდან, რაც ბოლომდე ჯერ არ არის გამოტირებული, არ არის დასრულებული. აქ არ არის ერთი სიტყვით გეშტალტი დახურულიო, ხო, რო იტყვიან ფსიქოლოგიაში. აი ეს არის აქ, რომ გეშტალტი არ არის დახურული, შესაბამისად ნახატი დასრულებული არ არის და ბოლომდე სიტუაცია რო არ არის მიყვანილი, ეს იწვევს არეულობას მეორე პოზიციაში, ხო? რას მოიტანს? ახალს, ხო? რას მოუტანს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მეორე პოზიციას? არჩევანს და სიახლეს. კიდევ რას მოუტანს? არჩევანს და სამართლიანობის არკანი მეორედ ამოვიდა მოგაშლაში, გადაწყვეტილების მიღებას, არჩევანს, დანახვას, ხო? აი როგორ არის სინამდვილეში. აი ასე რომ ვთქვათ, წარე რეალობასთან მოუწევს მეორე პოზიციას აქ შეხვედრა და რაღაცაზე პასუხისგებლობის აღება და თქმა, რომ აი ეს всё, ასე უნდა გავაკეთო. აი ეს არის ასე და თან აირჩიოს. ხო, აი ამას მოგიტანთ. არჩევნის გაკეთებას, პასუხისგებლობის აღებას. ესე იგი, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ბევრ ამას შეცვლის მის ცხოვრებაში, მოუტანს არჩევანს 8 ერთი და იგივე კარტი, ხო? არჩევანს, ქმედებას, პროცესს,
რაზეც იმუშავებთ, რაც დაიწყება და რაც დაგეხმარებათ რაღაცის დასრულებაში, ტრანსფორმაციის ბოლომდე მიყვანაში. აქაც ტრანსფორმაცია აქვს მეორე პოზიციას, უბრალოდ იმდენად კრიზისი აქ არ იგრძნობა, რამდენიც პირველ პოზიციას ჰქონდა, თუმცა არც აქ იქნება მარტივი სიტუაციები. ნუ პირველ პოზიციას როგორც ვუთხარი, პრინციპში იქიდან გამომდინარე, რომ რეტროგრადულობები და დაბნელებები გვაქვს ამ თვეებში, მარტშიც და აპრილშიც, ბუნებრივია საკმაოდ ისეთი კრიზისული ეპიზოდები გქონდეს, ხო? რას შეცვლის და იმას, თუ რაც დიდი ხანია უკვე მომწიფთა შესაძლებლად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მაინც იყო როგორც იყო, ხო? რაღაც აი არ მინდა შეცვლა ვზივარ კომფორტულ ზონაში, არ მინდა აქედან გამოსვლა მაკმაყოფილებს რაც მაქვს ვზივარ აქ, ხო? აი ამას შეცვლის, ხო? ამ პოზიციას, აქ პოზიციას თუ თვითონ სიტუაციას, რაღაც ისეთ სტაბილურ სიტუაციას შეცვლის, რა მიმართულებით შეცვლის? დინამიკისკენ შეცვლის. დინამიკისკენ, სილაღისკენ, სიახლისკენ, სიხარულისკენ, ხო? დადებითისკენ შეცვლის თქვენთვის. კარგი, თვითონ ეს მოვლენა ძალიან მიხარია, რომ აქ მაღალი არკანი ამოვიდა დადებითზე, ხო? უფრო მეტად ეს მოვლენა იქნება დადებითი მეორე პოზიციისთვის, რადგანაც მოიტანს საერთოდ ახალ გზას, ახალ ხედვას, ახალ ალტერნატივებს, საერთოდ სიახლეს, რაღაც ახალ ეტაპზე, ახალ ფურცელს დაიწყებთ აქ, აი ეს არის აქ. ესე იგი, ეს ისეთი მოვლენა, რაც დაეხმარება მეორე პოზიციას, ახალი კი ბატონო, რაღაცეების მოგვარებაში, დანახვაში და საერთოდ სხვა რაკურსით ცხოვრების გაგრძელებაში. და რატომ შეცვლის ეს მოვლენა ბევრ ამას, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს მოვლენა? Emperor, ეს არის ვინმე? თუ რაღაცა. იმიტომ რომ ვიღაცასთან დაკავშირებით, აქ ზოგადად აქ მამაკაც გულისხმობთ, ხო? და იმიტომ რომ ემოციები შეცვალოს მის მიმართ თუ მიიღოს რაღაცეები. ხო, აი აქ როგორ რაღაცა იცი, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არის ისეთი ვიღაცა, ვის მიმართაც ახლა განიცდით, აი რაც გამოვიდა. ვის მიმართაც ახლა განიცდით სევდას, ვის მიმართაც ახლა მძიმე ემოციები გაქვთ და არა გაქვთ გამოტირებული ბოლომდე ან გაშვებული, არ გყავთ ადამიანი კონკრეტული და ეს როგორც იქნა დასრულდება. ანუ აქ ასე რომ ვთქვათ, კონკრეტულ ადამიანის გაშვებაზე შესაძლოა იყოს საუბარი. ან მიჯაჭვულობაზე, შესაძლოა ადამიანი გაშვებული იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც კიდევ იმ ურთიერთობაში ვართ, ან აზრობრივად მაინც ვფიქრობთ ხოლმე ამ ადამიანზე. ხო, ერთი სიტყვით, აქ არის შეხედვა რეალობაზე, თვალის გასწორება, აღიარება, სიტუაციის ხელში აღება და всё. ასე აღარ იქნება. აი რაღაც ასეთ სიტუაცია, ხო და აქამდე მეორე პოზიცია ისე მოვიდა, რომ ეგონა, რომ всё, ხო? ნუ აქამდე რაღაც გაურბოდით ამ ემოციებს, სხვა რაღაცეებში გადაგქონდათ, ან სხვა ვინმეს მიმართ გადაგქონდათ. ან გეგონათ, რომ ჩაივლის არაფერია, ხო, რაღაცა ისე უყურებდით რა ამ სიტუაციას, არც ისე როგორც სინამდვილეში იყო. ერთი სიტყვით, რაღაც ასეთ სიტუაცია არის აქ. კარგი, ნუ რჩევას ვიკითხავ აქ მეორე პოზიციისთვის. რჩევა. აქ მეორე პოზიციას, აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რჩევა. გულის ჩაკრა. The answer that you seek is in your heart right now. Be open, giving and receiving. ხო, პასუხი რასაც ეძებ, არის შენს გულში, აი ამ წუთასვეო და იყავიო გახსნილი, რომ მიიღო და გაცე სიყვარული, ხო? ნუ აქ არის როგორც თქვი ისტორია სასიყვარულო სფეროზეც, მაგრამ არ მივაკუთვნი მე მანდა მაინც რომელიმე სფეროს, იმიტომ რომ არიან ადამიანები უსმენენ და შესაძლოა მათთან სხვანაირი აქტუალობა იქონდეს, ხო, ამ ცვლილებას და რაღაც სხვა სფეროს ეხებოდეს. თუმცა აქ არის მაინც სასიყვარულო სფეროც, ხო, ამასაც დავუკვდეთ ყური. შესაძლოა აქტუალური არ იყოს, მაგრამ რაღაც არის თქვენ სასიყვარულო სფეროში, რაც გიშლით ხელს პლუს სხვა სფეროებშიც. და ეს არის აქ დასასრულებელი და დაასრულებთ კიდეც ამას, ხო და ეს იქნება ისეთი მოვლენა, რომელიც შეცვლის ბევრ რამეს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებები მეორე პოზიციას, თუ გსურთ რომ მოხვიდეთ ჩემთან ინდივიდუალურ ტარო გაშლაზე, ჩემი კონტაქტები მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ, თუ გაშლა მოგეწონათ, დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი კომენტარი და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ჩვენ კი გადავიდეთ მესამე პოზიციასთან.
მივესალმები მესამე პოზიციას. ნახოთ მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს მესამე პოზიციის ცხოვრებაში, აი ამ ახლო დღეებში. კლასიკური რაიდერ ვეიტი და პამელა კოლმანის დასტა. დავიწყოთ. მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს მესამე პოზიციის ცხოვრებაში ამ ახლო დღეებში. თვითონ ეს მოვლენა გვაჩვენეთ, რას ეხება ეს, რას მოუტანს მესამე პოზიციას, რას შეცვლის და ჯამში ეს დადებითი მოვლენა თუ ისე რა. მოვლენა. ვაიმე, იგივე ამოვიდა აქ პირველ პოზიციას, ხო? აქ მინდა ვთქვა, რომ პირველ პოზიციასაც მოусმინეთ, იმიტომ რომ ანალოგიურად იყო პირველ პოზიციასთან. ეს თვითონ ასეთი მოვლენაა თუ აქედან თვითონ ასეთი მოვლენაა. თვითონ ასეთი მოვლენაა. მოვლენა ასეთი, რა ხდება? მესამე პოზიცია რა ხდება? აქ არც ისე ლაითი სიტუაცია არის, საკმაოდ ისეთი კრიზისული სიტუაცია, მოვლენა იქნება, რაც იქნება საკმაოდ ისეთი დასაფიქრებელი და მძიმე მესამე პოზიციისთვის, ხო? კარგი. მაჩვენეთ ეს რა მოვლენაა. რა ხდება? შემოჰკრავს ზარი და ეს ნიუსებია აქ რაღაცა ესეთი ამბავი თუ ემოციურად რა ემოციურად შეგაზანზარებთ. მესამე პოზიციას აქ ემოციურად შეაზანზარებს, რატო? რაღაცა ამბებთან დაკავშირებით, ხო? ბევრ ამბავთ ეს ვიღაცასთან დაკავშირებით ამბებია, რაც ძალიან ისეთ ზეგავლენას მოახდენს თქვენზე. და იქნება ესე რომ ვთქვათ, რომ გაიგონებთ, ხო, ამ ამბავს თუ ისტორიას თუ სიტუაციას თუ რაც იქნება, ეს არ იქნება მარტივი. არ იქნება ეს მარტივი, თუმცა რაღაცით დაგეხმარებათ კიდეც. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რაღაც ისეთი შეიძლება იყოს დასასრული. მე მაინც ოპტიმისტურად შევხედავ ამ ყველაფერს და ვიტყვი, რომ ეს იქნება ამ ცხრიანი ხმლების დასასრული, თუმცა პროცესი იქნება ცოტა მძიმე. პრინციპში პირველ პოზიციასთანაც რაღაც მსგავსი იყო. ესე იგი, აქ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს, ამ ცხრიანიდან გამოსვლა, თუ თვითონ ამ ცხრიანში ყოფნა და არა, გამოსვლა მაინც არის ამ ცხრიანიდან გამოსვლა, დასრულება ცხრიანი ხმლების. კი, სამართლიანობის მიხედვით კი, დასრულება ამისი. უბრალოდ თვითონ პროცესი რაღაცა ნელია და რთული და მწარე. აი ეს არის აქ. ძალიან გავს პირველ პოზიციას, აი პირველ პოზიციასთანაც რაღაც მსგავსი ინფორმაციები იყო. კარგი, რას ეხება? ახალს, აქ ძალიან გავს ამბავს, აი ამბავს რომ მიიღებ, ხო იცით, აი რაღაც ასეც გავს. ეს ეხება რაღაც სიახლეს? ხო, სიახლეს, გადაადგილებას, ამბავს, მიიღებს? მე ვფიქრობ ამ რაღაც ამბის მიღება, აი ამასთან დაკავშირებით. რაც დასაწყისში შესაძლოა არ გაგახაროთ, ხო? აი რაღაც ასეთ სიტუაცია აქვს. ძალიან ისეთი. და რატომ არის ასეთი მძიმე ეს ვარსკვლავი? რატომ არის და რაღაც ეს კონკრეტულ ადამიანს ეხება თუ სიტუაცია? არა, ადამიანს ეხება, ეს ეხება ვიღაცა ადამიანს. ვის ეხება? სიძლიერე, ვისთანაც თქვენ რაღაც ისეთ ძლიერ კომუნიკაციაში იყავით თუ დაკავშირებული იყავით. რაღაცა თუ ვისთანაც რაღაცა ისეთ ადამიანს ეხება, რომ ვისთანაც თითქოს და ასე იყავით გადაჯაჭვული და ამავდროულად არა. რაღაც ბრაზი გქონდათ ამ ადამიანის მიმართ, ძალიან ძლიერი ემოციები გქონდათ ამ ადამიანის მიმართ. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი? კი, თუ ვინმე კიდე სხვა. მან შეიძლება იყოს ვინმე ოჯახის წევრი, ან ადამიანი, ვისთანაც ერთ დროს გქონდათ კაი ურთიერთობა და შემდეგ გაგიფუჭდათ, ხო? ესეც შეიძლება იყოს. ერთი სიტყვით აქ არის რაღაც ამბები. კარგი, მეცა ჩავხედო ერთი რამე წერია აქ. რას შეცვლის?
არა, რას მოგიტანთ? რას მოგიტანთ? რას მოგიტანთ? რას მოგიტანთ? კარგი, რას მოუტანს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა? გამოსვლას აქედან თუ ამაში ყოფნას? გამოსვლას. ანუ 10-იანი თასები აქ პლუსშია, მინუსში, პლუსშია. აუ ძალიან გარეკეს ახლა ამათმა, აი მართლა გეფიცებით. ნამეტანი აბდაუბდა სიტუაცია აქ. ესე იგი. ეს, ნუ კაი, აქ პრინციპში ბოლოში კი მაქვს. ნუ ხო ვთქვი, ესე ვთქვი, რომ ამ ცხრიანი ხმლებიდან გამოსვლა არის, ხო? აი ამ ძიმე სიტუაციის დასრულება. ასე რომ რას მოუტანს, ჯამში მოუტანს ეს დასტა საერთო სხვას მეუბნება, ეს დასტა საერთო სხვას მეუბნება, რომელიღაც არეულია. კარგი, რას მოუტანს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მესამე პოზიციის ცხოვრებას? რას მოუტანს? წინსვლას მოგიტანთ. ანუ დადებით. კი, უბრალოდ აი ისეთი დადებითი შედეგი კრიზისით მიღწეული. აი ეს, აი რაღაცა ასეთი აქვს, ხო? ეს იქნება, არ იქნება ლაითი ეს სიტუაცია. ეს მოვლენა არ იქნება ლაითი. რას შეცვლის? Knight of Pentacles. ეს ვინმეა თუ ეს რაღაცა? არა, მე მგონი ვინმეა. ურთიერთობას? ხო, ურთიერთობას ვიღაცასთან. ეს შეცვლის ურთიერთობას ვიღაცასთან. და რა კუთხით შეცვლის? რომ დაიხუროს თუ პირიქით შეთანხმდეთ. აქ შეიძლება, ნუ გააჩნია ახლა აქ ვისთვის რა, მაგრამ აქ შეიძლება ურთიერთობა ვიღაცასთან გაგიუმჯობესდეთ, ან პირიქით თქვენ რაღაც დახუროთ, რაღაც ისეთი ასპექტები ამ ადამიანთან და მოაყვაროთ. ჯამში ეს დადებითია თუ არა? ნახეთ, აი რა უნდა გითხრათ? ეს მოვლენა დადებითია თუ არა? 5-5-5-იანი პენტაკლი, 5-იანი თასები. 5-იანი როგორც წინა პოზიციაში, მეორე პოზიციას ქონდა მგონი, არის ძალიან ისეთი კრიზისული კარტი, საკმაოდ მძიმე. ამას ასევე უძახიან მინი კოშკს, მინი თაუერი. ტრანსფორმაცია, მძიმე მომენტები. ასე რომ აქ პლუსიცაა და მინუსიცა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ისეთი უჩვეულო სიტუაცია და მოვლენა არის ეს. ამიტომ ძალიან რთულია თქმა კონკრეტულად თან ამხელა აუდიტორიაზე, ხო? ყველა სხვადასხვანაირად ექნება. დეტალები აქ ინდივიდუალური იქნება ყველასთან. და ამიტომ ძალიან რთულია. ამიტომ ასე ჩავშალოთ ჩვენ ახლა ეს. რა იქნება პლუსი? აი ამ მნიშვნელოვანი მოვლენით. რა იქნება? აქ საკუთარ თავთან დაკავშირებით იქნება ცვლილება. მიღება, ხო, რაღაც მიჯაჭულობების, მავნე დამოკიდებულებების უკან დატოვება, რაც საკუთარ თავს ეხება. შეიძლება ეს იყოს რაღაც ურთიერთობა, ან ზოგადად საკუთარ თავს როგორც აფასებდით, ან არიყავით დარწმუნებული საკუთარ თავში რაღაცეებში, ხო? უფრო მეტად დაკავშირება საკუთარ თავთან, უფრო მყარად დგომა ფეხებზე, უფრო მყარად დგომა ვიწაზე, უფრო ცოდნა მე რა მინდა ვისთან, როგორ რანაირად, რა პოზიციაში წარმადგინო ჩემი თავი, როგორ შევიყვარო ჩემი თავი, ხო? აი რაღაც ეს აქვს პლუსი, როგორ დავაფასო უფრო მეტად ჩემი თავი და მინუსი ამ მოვლენის აი გაურკვევლობა თუ მსხვერპლი აი აქ არის მსხვერპლის როლში ყოფნა ვიღაცასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა აქ ერთიდან გამომდინარეობს მეორე ანუ ერთი სიტყვით ეს არის ესეთი მოვლენა სადაც იქნება турбуленция, მაგრამ რის შედეგად მესამე პროცესი შეუძლია გავიდეს პლუსში. კი. უბრალოდ აქ იქნება გამიშვი სიტუაციები, შინაგანი კონფლიქტები, შესაძლოა თვითონ ადამიანთანაც მოგიწიოთ რაღაც ისეთი სიტუაცია. ესე იგი აქ კომუნიკაცია. ხო. რაღაც კომუნიკაცია, რომელიც თქვენთვისაც ისეთია რა, არ არის დიდად სასიამოვნო. აქ ერთ აი ვიღაცაზეა? აქ ეს სიტუაცია არის ვიღაცასთან დაკავშირებით, ხო? აქ არ არის ბევრი ადამიანი, აქ არის თქვენ და ეს ვიღაცა, ვისთანაც გაქვთ რაღაც, ან რაღაც ამბავს იღებთ ამ ადამიანისგან, ან ადამიანზე
და რაღაცნაირად ეს არ არის მარტივი თქვენთვის ეს ყველაფერი, მაგრამ შედეგად გაგვთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანთან თუ იყო რაღაც მიჯაჭვულობები და ამბები გამოხვიდეთ აქედან. მაგრამ ეს არ არის მარტივი, აი ეს არის აქ, ხო? ეს არ იქნება მარტივი. კარგი, ნუ რჩევა ამ ადამიანთან დაკავშირებით და ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მესამე პოზიციისთვის, რომ აი დადებითობებით გამოვიდეს მაქსიმუმ ამ სიტუაციიდან. Ascendant masters, powerful, loving and wise spiritual teachers are watching over and guiding you. მასტერებიო, ძალიან ისეთი ძლიერი, მოსიყვარულე, ბრძენი, სულიერი მასწავლებლები არიან შენთანო, გეხმარებიან, რომ გაიდი გაგიწიონ, მოგცენ მინიშნებების, სიმბოლოების, სიზმრების ან ინტუიციის დახმარებით. და შენ მარტო არ ახარ, ხო, შენი სულიერი მასწავლებლები, ვისაც რისი ჯერა იმის მიხედვით არიან თქვენთან, იქნება ეს ანგელოზი, ღმერთი თუ ზოგს კიდე რაღაც სხვა რელიგიაშია, ხო? სხვა რწმენები აქვს, ხო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რისიც გჯერათ, აი ის რაღაცა ან ვიღაცა არის თქვენთან ერთად და თქვენ გეხმარებათ, ან თქვენ არ ახართ მარტო ამ სიტუაციაში და ეს სიტუაცია თქვენ დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად გაიზარდოთ. და როგორ იმოქმედოს ამ სიტუაციაში მესამე პოზიცია? Wow! აქ იფიქრეთ საკუთარ თავზე. აქ იფიქრეთ საკუთარ თავზე ამ სიტუაციაში. აირჩიეთ საკუთარი თავი, მე ვიტყოდი ასე. აირჩიეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ეს ადამიანი მსგავსი ტიპისაა. ირჩევს სულ საკუთარ თავს, საკუთარ იდეებს, საკუთარ გეგმებს. ამიტომ თქვენც აიყვანეთ თავი ხელში, სიტუაცია ხელში და ვირჩევთ საკუთარ თავს. არანაირი მსხვერპლობა, არანაირი გაწირვა ვიღაცების გამო საკუთარი თავის, ჯანსაღი ეგოიზმი, ფოკუსი საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ იდეებზე. აი ეს არის რჩევა აქ მესამე პოზიციისთვის, ხო? კაიხანი ვეჩარიჩე მესამე პოზიციას, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო გაგება, ხო? რა როგორნაირად და მით უმეტეს ბევრ ადამიანზე, როდესაც აკეთებ ასეთ გაშლას, ორ მაგათ რთულია, იმიტომ რომ როდესაც ერთ კონკრეტულ ადამიანს უკეთებ გაშლას, საერთოდ სხვა ისტორიაა, აი, უფრო მეტად კონკრეტული ხარ და აქ ძალიან რთულია, იმიტომ რომ არეული ენერგიები იყო. ამიტომ, ნუ იმედია გაიგეთ რაღაცა იმედია მიიღებთ რაღაც ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ, მე ვეცადე, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, დაწეროს ლაიქი, კომენტარიც დატოვეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ და ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ჩაეწეროთ ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე, გელუდებით. წარმატებები ყველას.